ალბათ მაშინ როცა სახლში ონკანს უშვებთ ან შუქს ანთებთ, არ ფიქრობთ იმაზე, რომ მათ მისაღებად ოდესღაც ერთი პატარა ქალაქი დაიტბორა. 22 წლის წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ისტორიული მნიშვნელობის ჟინვალი შეიძლებოდა მარტივად გასწორებულიყო მიწასთან და ის უზარმაზარ სარკისებრ ზედაპირს შეეცვალა. თავდაპირველად ანანურის დატბორვაც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ მთიულები ამხედრდნენ და პროექტის ავტორს გეგმის კორექტირება მოსთხოვეს. დიდი წინააღმდეგობა არც მას გაუწევია და სამონასტრო კომპლექსი ხელუხლებელი დარჩა. დღეს ეს ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია. თუმცა არანაკლები ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ 7 ეკლესიასა და ქალაქს, რომელიც არაგვის ფსკერზე მოექცა. ჩვენი კორესპონდენტი ალეკო გაბუნია რამდენიმე თვის განმავლობაში ადევნებდა თვალს იმ ერთადერთი სალოცავის წყლით დაფარვის პროცესს, რომელიც წელიწადში მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ჩანს. სინათლისთვის დატბორილი ქალაქი და მდინარეში დალექილი მოგონებები, ჩაძირული ისტორია დროებაში. მდუმარეთ მშობლიურ მიწაზე მშვიდობებიან. საუკუნოვან სახლებს თვალწინ უფეთქებენ და წინაპართა საფლავებს ტრაქტორებით უნადგურებენ. განსაცდელს მოთმინებით იტანენ. არაგვის ხეობის მოსახლეობა შეგუებულია იმ ფაქტს, რომ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ისტორიული ქალაქი მალე მხოლოდ მათ მოგონებაში დარჩება. ეს იყო 22 წლის წინ. კომუნისტური მთავრობა და ჟინვალის მოსახლეობა ფესის მშენებლობის დასრულებას პომპეზურად აღნიშნავს. მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს იმაზე, რომ წყლის ქვეშ უძველესი ეკლესია, მონასტრები, სამეფოს სასახლეების 10 საუკუნოვანი ნანგრევები, ნასიხარები, ნასახლარები და ციხე-კოშკები მოექცევა. მაშინ 12 წლის იყო, მაგრამ ახსოვს, როგორ გუბდებოდა წყალი. ისიც ახსოვს, როგორ მონაწილეობდა ჰესის გახსნის დღეს საპატიო სტუმრებისათვის გამართულ კონცერტში. მე 7 კლასში ვიყავი უკვე, რომ აი იქ სადაც ახლა კედელი არის, მაშინ ცეკვაზე დავდიოდი, ცოდვაში ცხოვრობდი, არ ვიცოდი, ეკლესიური არ ვიყავი და კონცერტი ჩაგვატარებინეს, შევარდნაძეს ელოდებოდნენ, იმ ადგილზე ზუსტად დაბლა ფსკერი, სადაცაა ვიცეკვეთ, ლექსებით გამოვედით სკოლიდან, ბავშვები მოყვანილი ვყავდით, არ მოვიდა შევარდნაძე, მოვიდა პატიაშვილი, გაჭრა ლენტა, მე აგვიყვანეს ყველა ზევით და მაგ დროს დაკეტეს და დაიწყეს უკვე დაგუბება. ჰიდროკვაზის მშენებლობის დაწყებამდე ჟინვალში ისტორიულ ზეგთა სიმრავლემ მკვლევართა ყურადღება მიიპყრო. არქეოლოგიური გათხრები რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. აღმოაჩინეს საუკუნეებ გამოვლილი ხატსალოცავები, თიხისა თუ ძვირფასი ქვების უნიკალური ნაკეთობები, უძველესი ქანდაკებების იშვიათი ნიმუშები. თუმცა მკვლევარებს სამუშაოს ბოლომდე მიყვანა არ დასცალდათ. უამრავი არქეოლოგიური ძეგლი გიგანტურ ჰიდროკვანში სამუდამოდ ჩაიძირა. ის რაც გადარჩა, ახლა დუშეთის არქეოლოგიურ ინსტიტუტშია დაცული. უნიკალური სტელა, რომელსაც დავათის ქვაჯვარი ეწოდა, საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელსაც საუკუნეების წინ არაგვის ხეობის მცხოვრებნი მოიხმარდნენ. ჟინვალის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ვაჭრები და ხელოსნები შეადგენდნენ. აი სწორედ ასე ეცვათ, სახლშიც ასეთი ინვენტარი ჰქონდათ, ხოლო ერთთან ასეთი შუბებით იბრძოდნენ. ამავე დროს ყველა სახლში უნდა ყოფილიყო ასეთი ხელის წისქვილი და ქვაბი, სადაც ხევსურული ხინკალი იხარშებოდა. მე-10 საუკუნიდან ჟინვალი ქალაქად იწოდებოდა. არაგვის ხეობაში გადიოდა სამხედრო გზაც, რომლის მეშვეობითაც დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაღები შემოიყვანა. მას შემდეგ ჟინვალი საქართველოს ერთ-ერთ კულტურულ და სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა. მე-12 საუკუნეში ქალაქს თამარ მეფის მანდატურ თუხუცესი ჭიაბერ გამრეკელი განაგებდა. რამდენიმე ისტორიულ წყაროში დასტურდება, რომ იგი შოთა რუსთაველის უფროსის ძმა ყოფილა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ჭიაბერის გარდაცვალების შემდეგ არაგვის ხეობის მმართველობა თავად პოეტმა ჩაიბარა. შესაძლოა, იქ სადაც ახლა გიგანტური ჰიდროკვანზია, ლეგენდარული ვეფხის ტყაოსანი იწერებოდა. აქ ძველი ჟინვალის პატარა სამყაროა შექმნილი. ეს შეწყლის გაშვებამდე არქეოლოგებმა მოასწრეს და ჭილაშვილების სასახლის ეზოში ჭიაბერ მანდატურ თუხუცესის აკლდამა და ის ტაძარი ამოიტანეს, სადაც თამარ მეფის შინაგან საქმეთა მინისტრს წესი აუგეს. აქვეა ჟინვალელი ხელოსნის სახლი და ქურა, სადაც თიხა მუშავდებოდა. ისტორია ჩაიძირა, რაც შევძელით ჩვენ შევინარჩუნეთ, ამოვიღეთ ეს მასალები, გარკვეული წარმოდგენა ნაქალაქ არის ისტორიაზე გვაქვს მატერიალური კულტურის უმთავრეს სახეობებზე საკმაოდ ისეთი კარგი მყარი წარმოდგენა, მაგრამ რა თქმა უნდა გასათხრელი ძალიან ბევრი დარჩა.
1971 წელს ესეც მშენებლობის შესახებ საკავშირო ყრილობის დადგენილებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღაშფოთა. კომუნისტურ მთავრობას ამ გეგმის განხორციელებაში ყველაზე მეტ წინააღმდეგობას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ნიკო კეცხოველი უწევდა. მეცნიერი ამტკიცებდა, რომ იმავე მოცულობის ჰიდროკვანძის მშენებლობა არაგვის ხეობის სიღრმეში შეიძლებოდა, რომელიც გაცილებით მეტ ენერგიას გამოიმუშავებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მისი თავოსნობით სპეციალური კომისიაც ჩამოყალიბდა, თუმცა მაშინდელი მთავრობა მათ რჩევად დარიგებებს არ ითვალისწინებდა. კომისია მალევე დაიშალა. ნიკო კეცხოველს კი აკადემიის პრეზიდიუმის წევრობა დაატოვებინეს. მაშინ კომუნისტურმა მთავრობამ თავისი გაიტანა. 1985 წელს საზეიმოდ გაშვებული წყალი ერთ წელიწადში სხვად იქცა. სხვამ კი 7 უძველესი ეკლესია მონასტერის თანთქა. წარსული ნელ-ნელა ჩაიძირა. დღეს ჩაზირულ ისტორიას მე-12 საუკუნის ჯვარი პატიოსანის სახელობის ტაძარი გვახსენებს. ის ჰესზე წყლის დაკლებისას გაზაფხულის პირველ დღეებში გამოჩნდება ხოლმე. წალკისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე ეკლესიის მოსალოცად ყოველ გაზაფხულზე მიდის. ამბობს, რომ მიტოვებულ ტაძარს განსაკუთრებული მადლი აქვს. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე ახლოს აქვს ცნობს უფალს ადამიანი და საიდანაც უნდა მიიღოს მან ნუგეში სულიერი და ქვეყნიური ცხოვრებისათვის. და როდესაც ადამიანი გულგრილი ხდება სალოცავისადმი, როცა უკცალველობა უჩნდება ადამიანებს სიწმინდეებისადმი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის აკლდება იმ სიკეთეებს, რაც წმინდა სალოცავებიდან უნდა მოვიდეს ადამიანებთან ღვთისგზით. ეკლესიამდე ჩასასვლელი გზა საკმაოდ რთულია. ახალგაზრდები ეროვნულ სამოსში და დროშებით ხელში უფალთან სასაუბროდ მიდიან. შიგნით საოცარი სანახაობა გვხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი წლის განმავლობაში 10 თვე წყლითაა დაფარული, მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება. ტაძარში ლოცვა თითქმის საუკუნის შემდეგ პირველად აღევლინება. როდესაც დაშლამულ საკურთხეველსა და ეკლესიის სულ კედლებს უყურებენ, ემოციის შეკავება უჭირთ. მართლმადიდებელი ეკლესია არის ის ჭეშმარიტი ნავსაყუდელი, რომელსაც არათუ ბუნებრივი სტიქია და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, არამედ თვითმჭენი ჯოჯოხეთისანის ვერ მოერევიან, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი. ჩვენმა უახლოესმა წინაპრებმა დაუშვეს ძალიან სერიოზული შეცდომა სულიერი ქართული სულიერი კულტურის მისამართით და აუცილებელია, რომ ამ შეცდომის გამოსწორებისათვის რეალურად ვიზივნოთ ჩვენ მომავალმა თაობამ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად შემორჩენილია სასულიერო პირთა სენაკებისა და საეკლესიო ზედაშეების მარნების ნანგრევები. ტაძრის გადარჩენა და სხვა ადგილზე გადატანა შესაძლებელია, თუმცა ამას ეპარქიის მღვდელმთავარი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. თითოეული კენჭი, თითოეული ქვა ძველი სალოცავისა მაინც მოსაფრთხილებელი არის. იქ ლოცულობდა ჩვენი წინაპარი და ის ჩვენი ხალხის ლოცვითა და სიყვარულით არის ყოველი ქვა ამ სალოცავისა გამხდარი. ეკლესია ისევ მარტო დარჩა, ახლა სტიქია ისევ შეუტევს და ახალგაზრდების მიერ დანთებულ სანთელს კიდევ ერთხელ ჩააქრობს. უახლოეს წარსულში ერთ პატარა ქალაქში გაანადგურეს ის, რაც ხალხისთვის წვიდა იყო. იქ სადაც საუკუნეების წინ წირვა ლოცვა აღევლინებოდა, ეს ის სამმართველოს შენობა ააგეს.
კომუნისტურმა მთავრობამ ესეც არ იკმარა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ბაგა-ბაღი დააშენა. თუმცა ახლა შენობა მთავარ ეპისკოპოსმა ზოსიმემ სამლოცველოდ აკურთხა. მე გული მткиვა, რატო იცი? არაგველი კაცი ვარ. არაგველი კაცი ვარ და დღეს ჟინვარ წყალიანატრება. ეკლესია არ გვაქვს რომ მივიდეთ და ვილოცოთ. წყალსაცავის ნაპირებზე ხშირად დადის. ჯერ რომ სკერზე დღემდე არსებობს იმ ქალაქის ნანგრევები, სადაც ბავშვების საუკეთესო მოგონებები დაილეკა. ამბობს, რომ ხშირად ესიზმრება ძველი ჟინვალის პატარა ქუჩები და სახლი, რომელშიც დაიბადა. მწარედ ახსენდება ის დღეები, როდესაც საყვარელი ქალაქი ჰიდროკვანძის მოსარკულმა ზედაპირმა შეცვალა. აი ამ ტერიტორიაზე იყო ხოლმე აქეთა მხარეს ხიდი იყო, გადიოდა შუა ადგილას იყო დაახლოებით ხიდი. იმ ხიდის მეორე მხარეს იყო უკვე ფშავისკე გასასვლელი გზა და იქ იყო ხოლმე პატარა ის სანაყინეები და რაღაცეი მოწყობილი და იქ ვერთობოდნენ ბავშვები. ეს გვიხარდა. გახმით ამ მხარეს საავადმყოფო იყო იქ კიდე მოთავსებული და ხანახან კბილზე მიწოდა ხოლმე გასვლა და არ მიყვარდა კბილის ექიმა რა ვიქრად ეკნა. რაც უფრო ასაკში შევდიო უკვე შუა ხანს მივახციე. ესე იგი აი ბავშვების მოგონებები რატომღაც ასოციაციები წარმომიდგება ხოლმე და მენატრება იქ ძველ ჟინვალში კავლა. ტაძარში შესასვლელი უკვე აღარ ჩანს. არავინ იცის შიგნით რა მდგომარეობაა, თუმცა შესვლა მაინც გავბედეთ. აი, კარი აქ არის. აბა, წავედი. ეკლესიაში უკუნის სიბნელია. ცივსიჩუმეს მხოლოდ წყალსაცავის ტალღების ხმაური არღვევს. შიგნით ვიდეო გადაღება უკვე შეუძლებელია. ტაძარი უკვე ნაწილობრივ დაჭმორილია და რამდენიმე დღეში მთლიანად წყლით დაიფარება. ქრისტიანული გადმოცემით მიტოვებულ საყდარს უფლის ანგელოზი იცავს. ალბათ სწორედ ამიტომ ჯვარი პატიოსანის სახელობის ამ უძველესმა ტაძარმა საუკუნეებსაც გაუძლო მოზარებულ სტიქიასაც და ახლა სულიერების ცოცხალმატიანეს დგას. ესაზე ნადნობი თოვლის შემოედინება. სტიქია ნელ-ნელა უფრო ძლიერდება. უფლის სახლს 10 თვით ისევ წყალში დამდგავს.